გაზრდილი მგზავრთნაკაზის გამო ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება, რომელიც სატრანზიტო ფუნქციასაც შეიძენს, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, განვითარდება საჰაერო ტვირთბრუნვა და საავიაციო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე დამატებითი სერვისები შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $1,250 მილიონი იქნება, აეროპორტი ექსპლუატაციაში 2031 წელს შევა. ვინ იქნება ახალი ინვესტორი, ეს საერთაშორისო ტენდერის შედეგად გაირკვევა. თამბაქოზე აქციზის გადასახადის შეიცვლება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით აქციზის გადასახადი იზრდება იმპორტირებულ სიგარეტზე, გარკვეული რაოდენობის ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე კი შემცირდება. 35 მილიონ კოლოფამდე ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტზე აქციზის გადასახადი ლარი და 90 თეთრიდან ლარი და 30 თეთრამდე შემცირდება, ხოლო 35 მილიონ კოლოფზე მეტი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთი ლარი და 90 თეთრის ნაცვლად 20 ღერზე 2 ლარი და 75 თეთრი იქნება. ცვლილების ამოქმედება 2026 წლის იანვრიდან იგეგმება. ფსიქოტროპული მედიკამენტების ნაწილი 10-ჯერ გაიაფთა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფასების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს. უწყების ცნობით, წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები, პარალელურად მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება. საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინოების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ჩამონათვალს საზანოს ოცხანური დაემატა. გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით საქპატენტს იმერული ღვინის ასოციაციამ მიმართა, პროცესში კი ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა. რაც შეეხება თავად საზანოს ოცხანურს, ის წითელი მშრალი ღვინოა, მიკროზონა კი თერჯოლის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების სოფლები. საზანოს ოცხანური შეიძლება დამზადდეს მხოლოდ საზანოს მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერის ჯიშის ყურძნიდან, თუმცა დასაშვებია მხოლოდ ამავე მიკროზონაში მოწეული 5% საფერავის დამატება. სახლის ქირაობა სტუდენტებისთვის ყოველთვის დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს თუ მათ სწავლა და ცხოვრება უცხო ქვეყანაში უწევთ. ქართული პლატფორმა Roommate-ში სწორედ ასეთ სტუდენტებს ეხმარება საცხოვრებლის მოძიებაში, თუმცა სტარტაპს შეთავაზებები უკვე ქართველი სტუდენტებისთვისაც აქვს. როგორ მუშაობს პლატფორმა და გარდა პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა, რა შესაძლებლობებს და თავგადასავლებს თავაზობს ახალგაზრდებს, გიორგი კვარცხავა, Roommate-ის ბიზნეს დეველოპმენტის მენეჯერი, გვერდდება სტუდიაში. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო და საჭირო პრაქტიკულ სტარტაპზე უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, დავიწყოთ, საიდან გაჩნდა იდეა, რას მოიცავს კონცეფცია და კონკურენციაში სხვა პლატფორმებთან, რომლებიც ასევე ბიზნეს ქირაობას თავაზობენ. მომხმარებელს რითი განსხვავდებით? მადლობა პირველ შემოწმებისთვის, ათია. Roommate-ის დამფუძნებლები იყვნენ დავითი მარიამი და თაკო, რომელმაც დააფუძნეს და შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 100%-იანი წელი. ანუ Roommate გადის ნამდვილ სტარტაპულ გზას, როდესაც დასაწყისში founding ნულოვანი სახსრებით დაფინანსების მოპოვებით ჭიტას გრანტი მოიპოვეს გადიან ზრდას და შემდეგ უკვე მაშინ ხვდებიან, რომ ვიღაც ამ საქმეს უკეთ გააგრძელებს, ხდება ამ სტარტაპის გაყიდვა. ახლა ამ ეტაპზეა შევიძინეთ ჩვენ ეს სტარტაპი, მათი დაწყებული საქმე და სწორად აღნიშნეთ, უცხოელ სტუდენტებზე იყო დასაწყისში აქცენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართველებს ძალიან დიდი მოთხოვნა Roommate-ის, იმიტომ რომ ძალიან ნიშანდობლივ რამეა ზოგადად ქვეყანაში, რომ ეს ვითარდება Roommate-ის კულტურა, იმიტომ რომ დასავლური კულტურის ნაწილია, მაინც ეს იქიდან შემოდის, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ენდონ უცხო სახლში გადავიდნენ და რა თქმა უნდა, ქართველებშიც მოთხოვნა ძალიან დიდია. უცხოელებსაც შეეხება ძალიან გვინდა რომ რაღაცა სტუმარ მასპინძლობის იმაში ვართ გადასულები, რომ გვინდა რომ ძალიან კარგი გარემო შევქმნათ უნივერსიტეტის გარდა ჩვენც შევთავაზოთ მათ საცხოვრებლად და მათში ზრდა ძალიან დიდია. როდესაც ჩვენი სტარტაპი შევიძინეთ დაახლოებით 140%-იანი ზრდა გვაქვს იუზერებში და 300%-იანი ზრდა გვაქვს ტრანზაქციებში. რაოდენობაში ხა ზუსტად ესე
არ მახსოვს ზუსტად რამდენი უცხოელი სტუდენტი ქირაობს ჩვენგან, მაგრამ საკმაოდ ყოველდღიურად საკმაოდ ძალიან ბევრი რეკვესტი შემოდის. რა გზას გადის სტუდენტი მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს და დაუკავშირდება თქვენს პლატფორმას? როგორ უნდა მოახერხოს მან ბინის ქირაობა და ასევე საინტერესოა მეორე მხარისთვისაც თქვენი პლატფორმა, ვინც აქირავებს ბინას, ისინი როგორ გიკავშირდებიან? რა თქმა უნდა. ჩვენ პირადი ბაზა გვაქვს და ასევე მარკეტინგით ვცდილობთ რომ მოვიზიდოთ უძრავი ქონების სურვილებიცაც სურს რომ გააქირაოს. ფუნქციონალი ძალიან მარტივია. სტუდენტები შემოდიან ჩვენ საიტზე, ავსებენ ინფორმაციას სახელ გვარს, ინტერესებს, ეძებენ გოგოს თუ ბიტს. შემდეგ სვაიპინგის სტილში ცდილობენ რომ იპოვონ სასურველი კანდიდატურა, ვისთანაც ერთად შეიძლება რომ გადავიდნენ და ამის შემდეგ როდესაც ესენი ერთგვარად დაიმეჩებიან, გაიხსნებათ ჩატი და იქ ხდება მათი კომუნიკაცია და ეძებენ სასურველ ბინას. თუ როცა სასურველ ბინას ეძებენ, ჩვენ შემოგდის რეკვესტი, თუ მაგალითად სად სურთ ქირაობა, რამდენი დოლარის ფარგლებში, თულარის ფარგლებში და შემდეგ ჩვენი პლატფორმაზე უძრავი ქონების სურვილებისაც რო გააქირაოთ, მაგბინებს იღებენ სტუდენტები შეთანხმებებს. როგორ გიკავშირდებიან ბინის გამქირავებლები, მფლობელები უკვე, რომელთაც სურთ რომ გააქირავონ ბინა და სამართლებრივი ურთიერთობა როგორ არის? ანუ თქვენი გავლით ხდება ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, როდესაც ჩამოდის, მისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და გარანტიები, ხომ ასე? ამ საკითხს როგორ არეგულირებთ? კონტრაქტის საფუძველზე, რა თქმა უნდა, იდება კონტრაქტი ჩვენსა, სტუდენტსა და ბინის გამქირავებელს შორის, რომელიც, რა ვიცი, უზრუნველყოფს ყველაფერს აბსოლუტურად რამე ხდება დაზიანება ან რაღაც თუ სტუდენტი მაგალითად რამე ისეც ჩაიდენს რაც დააზიანებს უძრავი ქონების აგენტს, ჩვენ ამ ყველაფერს უზრუნველყოფთ შემდეგ და რა თქმა უნდა ყველაფერი სამართლებრივ ფარგლებში არის და პრობლემა ჯერჯერობით ამის მხრივ არ შეგვქნია. თუ რაიმე შეგვქნა ძირითადად რომელი ქვეყნიდან არიან თქვენი მომხმარებლები? ამ ეტაპზე ვსაუბრობთ ჩვენ აქცენტირებულად უცხოელ სტუდენტებზე, რადგან სულ ახლახან გადაეწყვეთ თქვენ ქართველებზე და სტატისტიკა ალბათ ოდნავ მოგვიანებით იქნება ცნობილი. ძირითადად რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ჭარბობენ თქვენს მომხმარებლებში და ასევე საინტერესოა თუ თანამშრომლობთ უმაღლეს სასწავლებლებთან, რეალურად სადაც შემდეგ ეს ადამიანები სწავლობენ. რა თქმა უნდა, ძირითადად არის აზიის ქვეყნები, ბანგლადეში და ინდოეთი. რომელთანაც ძალიან ჭიდრო ურთიერთობა ყოველდღიურად და მინდა თქვა რომ ძალიან ამაყობენ რომ ჩამოდიან საქართველოში და ევროპაში ჩამოდიან. ამის ხაზგასმა მათ ძალიან უხარიათ და ძალიან მიხარია რომ ჩვენი ქვეყანა მათ ესეთ მაღალ დონის განათლებას აძლევს. უნივერსიტეტებთან რა თქმა უნდა თითქმის ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობთ რამდენი უნივერსიტეტთან და როდესაც ის სტუდენტები მათთან მიდიან პირველ რიგში თავაზობენ ჩვენს პლატფორმას რომელიც და ესეც ძალიან მაგარი გადაწყვეტა მაგათთვის ძალიან ინოვაციური შემოდიან და გარდა იმისა რომ ვიღაც ბინას უქირავს შეუძლია რუმეითი იპოვონ ჩვენი პლატფორმის დახმარებით და ესეც მათთვის ძალიან კარგი ის არის. გასაგებია და რადგან ისინი თავად ირჩევენ რუმეითს უკვე პასუხისმგებლობის დიდი წილით მათზე გადადის, ხომ ასე? რა თქმა უნდა. კი ბატონო, რამდენად ხელმისაწვდომია ფასები ახლა რომ გითხრათ და როგორ მოდიხართ კონკურენციაში ზოგადად ბაზარზე არსებულ ფასებთან? ეს არის ჩვენი მთავარი განსხვავება. მაგალითად, თუ სხვა უძრავი ქონების პლატფორმაზე ღირს ბინა $700 მაგ პლატფორმაზე შეიძლება შენ შეხვიდე იქირავ, მაგრამ ვერ იპოვი რუმეითს. ჩვენი განსხვავება სწორედ ამაშია, რომ შენ შეგიძლია იპოვე ოთახის მეზობელი და გაიყო ეს ბინის ქირა და მაგალითად ეს X თანხა გახდება შენთვის ნახევარი და უკვე ხელმისაწვდომი ხდება. რეალურად ახალ ბაზარსაც აჩენს უძრავ ქონებაზე, იმიტომ რომ თუ რომელიღაც ბინას შეიძლება გაქირავება უჭირდეს რაღაც X თანხად, რუმეითის არსებობის შემთხვევაში უკვე მეტი შანსი აქვს უძრავ ქონების წარმომადგენელს რომ გააქირავოს. გამომდინარე იქიდან რომ $800 მაგრად უკვე თანხა ორ ადამიანზე იყოფა ან სამ ადამიანზე იყოფა და უძრავ ქონებასაც უმარტივდება გაქირავება. კი ბატონო, შედარება რომ გავაკეთოთ და პარალელი გავავლოთ დასავლურ გამოცდილებასთან მსგავსი პლატფორმების რამდენად ხშირია და რამდენად გამოყენებადია რომ გითხრათ, ანუ საიდან არის თავის დროზე აღებული მაგალითი რუმეითისთვის და ასევე ადგილობრივად კონკურენტი თუ გყავთ ამ ეტაპისთვის?
დიდი ქალაქებია ამის მაგალითი ბერლინი, ნიუ-იორკი, ლონდონი, სადაც ხდება საერთაშორისო სტუდენტების მიღება პირველ რიგში და მათთვის არის განსაკუთრებულად ბინისქირა დიდი. ჩვენთანაც იგივე საერთაშორისო სტუდენტებს ვიღებთ სხვა ქვეყნებიდან უბრალოდ ბანგლადეშიდან მაგალითად და მეორე კითხვა რა იყო ბოდიში? დიახ, საინტერესოა კონკურენცია თუ არის და რომელი ქვეყნის მაგალითი არის ყველაზე მეტად გამოყენებული რომ გითხრათ ქართულ რეალობაში. ბუნებრივია ალბათ მოარგეთ ჩვენს მოცემულობებს, მაგრამ ნიუ-იორკი საერთაშორისო ბაზარზე ნიუ-იორკი არის ასეთი, სადაც მსგავს პლატფორმაც არსებობს და ზუსტად იგივე სტილში ხდება გადაწყვეტა, რაც მაგალითად roommate G-ის შემთხვევაში. თუმცა ჩვენს შემდეგი გეგმები არის ის, რომ არა ნიუ-იორკი, თუმცა სხვა რომელიმე ქალაქში, როცა არსებულ ბაზარზე მაქსიმალურად ამოვწურავთ თავს და ჩავატარებთ ექსპერიმენტს. სტარტაპის ძირითადად ექსპერიმენტია რა, უნდა სტანდარტულ ბიზნესისგან ამით განსხვავდება, რომ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი კვლევა უნდა ატარო და ამას აუცილებლად გავაკეთებ და რომელიმე ქვეყანაში აუცილებლად საერთაშორისო ბაზარზეც გავალთ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, გეგმებამდე აუცილებლად მინდოდა მეკითხა სიახლეზე, რომელიც ვახსენეთ გაკვით, მაგრამ საინტერესოა ჩავშალოთ ეს თემა. თავიდან იყო აქცენტი უცხოელებზე. ახლა ქართველებიც არიან თქვენი ინტერესის სფეროში მოქცეული. მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რა იყო? მათგან მოდიოდა მოთხოვნა? ვიზიტორები იყვნენ თქვენი გვერდის? თუ აი რამ განაპირობა რომ და რა შეთავაზებები გაქვთ მათთვის? თუ განსხვავდება შეთავაზება უცხოელებსა და ქართველებს შორის? მათგან მოდიოდა როდესაც სტარტაპი შეიქმნა თუ რატომ შეიქმნა მაგას გულისხმობთ? თქვენ რატომ გადაწყვიტეთ რომ ქართველებისთვისაც გაგეკეთებინათ გარკვეული შეთავაზებები? რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებში არა მარტო უცხოელ სტუდენტებს უწევდნენ რეკომენდაციაში, არამედ ქართველებსაც და თან ქართველებში ბრენდინგი უფრო კარგად იყო წამოწეული წინ და უკვე ნულოვანი დანახარჯით მოვიდა ტრაფიკი ჩვენთან ქართველებში და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჩვენ ჯგუფი გვაქვს Facebook-ი ძალიან დიდი 50,000-იან სადაც ერთად ქართველები არიან გაწევრიანებული. ყველაზე მოხმარებადი სოციალური პლატფორმა ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი უკავშირდება საბოლოო ჯამში Facebook-ს. კი, აი ერთ-ერთი კონკურენტი სხვათა შორის ეგ არის რომ გითხეთ რომ ქცევა არის ჩვენი კონკურენტი. ერთ-ერთი მაგალითად შეიძლება მეგობარს კითხონ ვინმე ხო არ აქირავებს, ვინმე ხო არ ეძებს roommates, ან Facebook ჯგუფში დაწერონ და ეს Facebook ჯგუფის კაპიტალიზაცია გადავწყვიტეთ რომ ეხლა რახან იქეძებენ Facebook-ზე მაინც არაკომფორტულია მეტნაკლებად, იმიტომ რომ სრულ ინფორმაციას ვერ იღებს შენ შესახებ და აი Facebook ჯგუფის კაპიტალიზაცია გადავწყვიტეთ რომ ჩვენს პლატფორმაზე გადმოგვერთო და უკვე იქ ვეროთ უფრო კომფორტულად ეძებენ, ანუ Facebook ჯგუფით ჩავანაცვლეთ მეტნაკლებად. კი ბატონო, მშვენიერი, ანუ გეგმები გაქვთ? შეიძლება ერთი შეკითხვა რომ კი ბატონო, გისმენთ. გიორგი, თქვენ ბრძანეთ რომ ნებისმიერი სტუდენტი თვითონ ირჩევს პარტნიორს, სხვასე არა? ესე იგი თქვენ შეგიძლიათ გარკვეულწილად სამაჯანგლო ფუნქციებიც იკისროთ, არა? კი, Tinder-ი შეგვიძლია ჩავნაცვლოთ ალბათ, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენ მაგაზე აქცენტირებას არ ვაკეთებ და რა ურთიერთობა იქნება ეს უკვე თავისია დამოკიდებული და ძირითადად სხვათა შორის აი ეგ არის ძალიან საინტერესო რომ აი პირად სივრცეს პირად ზონას არ არღვევენ ერთმანეთში და თუ შეიძლება ბიჭი და გოგოც გადავიდეს ერთად საცხოვრებლად. აი მაგითო. კი, ხო, მაგრამ იქ ძალიან ხშირ შემთხვევაში ისეთი ურთიერთობა აქვს როგორც ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და მათი პირადი თავგადასავალია, შეიძლება ითქვას ალბათ. დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, საინტერესო ინიციატივისთვის, რომელსაც თავაზობთ, როგორც უცხოელებს, ასევე ქართველებს და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას ახდენთ. საერთაშორისო მასშტაბით დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებას. გიორგი ქვარცხავა Roommate's ბიზნეს დეველოპმენტის მენეჯერი იყო დილიდან ახალი დღის და რუბრიკა ბიზნეს პარტნიორის სტუმარი საინტერესო სტარტაპებზე საუბრობდით.